საჭიდაო ღია პირველობა, რომელსაც ოზურგეთმა უმასპინძლა ორ ასაკობრივ ჯგუფსა და სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა. დღეს საფინალო შეხვედრების დაწყებამდე ტურნირში მონაწილე სპორტსმენებსა და სტუმრებს ანსამბლის ზენარი ხორუმით მიესალმა. აღნიშნული შეჯიბრი მასშტაბურია და იგი 18 წელია იმართება. მასში მოჭიდავეები მთელი საქართველოდან იღებენ მონაწილეობას. ასპარეზობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება მომასპინძლა. შეჯიბრზე ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა თავი ისახელეს და არაერთი ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ღია პირველობაზე გამარჯვებულ და პრიზიორ ბავშვებს დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ. დავიკავე პირველი ადგილი და ძალიან გახარებული. მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებელს კახა აბაშიძეს და 4 ხელი ვიჭიდავე და 4-ვე გავიმარჯვე. ხვევს ვეტყვი რომ იარონ ჭიდაობაზე ისრომონ რომ გახდნენ ჩემპიონები და მომავლისთვის ვაპირებ გახდე საქართველოს ჩემპიონი. მე გავიმარჯვე ჩემი თავით ძალიან კარგად მომაყობდა მომავალშიც გავიმარჯვე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტარდება დიდი ღონისძიება, საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან არიან ჩამობრძანებულები და ღებულობენ მონაწილეობას მწვრთნელები სპორტსმენებთან ერთად. აქედან ეს ტურნირი ტრადიციულია, მე-18 იმართება წლევანდელ წელს და არის შაქრო ტოღუშისა და იური ხომერიკის ხსოვნის ღია პირველობა. როგორც მოგიხსენებათ, მე მინდა აღვნიშნო, რომ არის გვერდში დგომა მუნიციპალიტეტიდან. ჩვენ სამსახურს დიდი მადლობას ვუხდი გვერდში დგომისათვის და მე მინდა აღვნიშნო ის წარმატებები, რომლებიც გვაქვს ოზურგეთის გუნდს ბერძნულ მოუჭიდაობაში და უთხრა ყველას მადლობა ჩვენ დირექციას. დღევანდელი ტურნირი შეჯიბრი ტარდება ბატონი შაქრო ტოღუშისა და იური ხომერიკის სახელობის, რომლებსაც დიდი ღვაწლი აქვს სპორტის განვითარებაში მიღებული სოფელ შრომაში. ბევრი ახალგაზრდა გზარდეს, ბევრსაც წარმატებები აქვს მიღწეული სპორტში და იმათი სახელზე ტარდება დღევანდელი ტურნირი. რომელშიც ბევრი ახალგაზრდა და შრომელი ღებულობს მონაწილეობას. დღეს ერთ-ერთი მათგანი ფინალშიც მიიღებს მონაწილეობას. და იმათ გაგრძელებაზე დღეს შრომაში მოღვაწეობენ და ჭიდაობას აგრძელებენ სწავლას ბატონი გურამ აბაშიძე და ლაშა ქაბიაშვილი, რომელსაც ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი უკვე აღზარდეს ბატონი მოჭიდავე, რომელიც მას ბულგარეთში ახალხანს გამართულ ჩემპიონატზე მიიღო ვერცხლის მედალი 17 წლამდე ასაკით მოჭიდავეებში. ეს გახავთ საბატაკიძე. ბევრ ახალგაზრდას უსურვებს წარმატებას და ბევრი წარმატებული თაობები აღიზარდოს დღევანდელ სპორტსმენებს.